გამარჯობა. ჩემი აზრით ძალიან განვითარდა ხელოვნური ინტელექტი. Gemini-სთან შევედი, Google-ის Gemini, გეცოდინებათ ალბათ, ხო? ხელოვნური ინტელექტი და ვთხარი, რომ ჩემ ტექსტზე შეექმნა ფოლკლორული სიმღერა. ასეთი ჟანრი, ესე იგი გააკეთე ოღონდ უფრო შემოდგომის ვაიბით, ცოტა ჩქარი და თან მშვიდი, სტაბილურად აღტკინებული, როგორც ძირითადად შემოდგომა ახოვნე. და აი, ვნახოთ ახლა და მოვუსმინოთ რა გააკეთა Gemini-მ. ჩემი ტექსტით. ტექსტი გიგითხავთ, აქვე გაგაფრთხილებთ, რომ არ გამოვირჩევი კარგი თხრობით. ოქტომბრის შვილი მივყვები გზებს, ფოთლიან სივდაწვიმიან დღეს. ქარი უბერავს სითბოთი მღერს, ეს მელოდია უსულოდ ჟღერს. ჩემი ნაბიჯებით ავივლი მთებს, გადავცურავ და დავიპყრობ ზღვებს. ფერადი ფუნჯებით შევღებავ გემს, ქარში ალქნები ელიან მზეს. ხვდებით ხო ცოტა როგორი ვაიბიებ? კაი. აბა ვნახოთ. ოქტომბრის შვილი მივყვები გზებს, ფოთლიან სივდაწვიმიან დღეს, ქარი უბერავს სითბოთი მღერს, ეს მელოდია უსულოდ ჟღერს. რა ხდება და რაღაცა არ ვიცი. ალბათ ცოტა ჟანრს შევცვლი, მაგრამ ძალიან საინტერესოა. გავაგრძელოთ. ჩუმი ნაბიჯებით ავივლი მთებს. ოქტომბრის შვილი ვაუ. ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი. მე ბევრჯერ მithქვამს, მე არ ვარ მუსიკოსი, თუმცა შორს მითხრეს, რომ ესაო რა გინდა რაღაც ქართული ესტრადის სიმღერებიო და რატომ ღერი ხარო, მაგრამ შენი შექმენიო და არ დამანაცვლა ღმერთმა მაგის ნიჭი. ყოველ შემთხვევაში არავის არ მიცდი არასდროს სიმღერის დაწერა. ჩანახატები მაქვს, მაგრამ ლექსებს ვერ ვიტყოდი, უფრო რაღაც რეჩიტატებია, უფრო რაღაცა გარეთმული რაღაცეები. ერთი-ორი მაჯამაც მაქვს მე მგონი. თუმცა მე უფრო პროზის წერა მირჩევნია რომანის. ხო და სიმღერის წერაზე არც არ მიფიქრია, სიმართლე გითხრათ. და ძალიან პირიქით ძალიან დიდ პატივს ხომ ყველა იმ ადამიანს, ვისაც შეუძლია, რომ ეს თავისი ემოცია სიტყვა ერთად გადმოსცეს და მე ეს მუსიკაში გადაიტანოს. ჩემი საყვარელი ბენდიც კი, აი მათ ძალიან დიდ პატივს ვცემ, ზუსტად იმიტომ, რომ სათქმელი რაც აქვთ, იმასაც ამბობენ სიტყვაში და მუსიკაც ესეთია, რომ აი ესეთია რა, გინდა არ გინდა გესმენინება და გინდა არ გინდა აყვები. შეიძლება რაღაცა საოცარი ტექსტი არ არის, მაგრამ ვაიბი აქვს ესეთი, ხო ხვდებით ამას თავისი ნიჭი ჭირდება და მე ჯერჯერობით არ მგონია რომ მაგის ნიჭი მქონდეს.